სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ეს კითხვა, რომელიც დაისვა, ჩვენ ადრეც გარკვეულწილად შეეხო ჯონი და ეხლა ხშირად უწევს ხოლმე გამეორება ზოგიერთი საკითხის, მაგრამ ჩვენ მაინც არ გვაწყენს კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ამის შესახებ. საქმე ეხება მუსიკის როლს ევანგელიზაციაში. და ადრეც გითხარით, ეხლაც ვიმეორებ, რომ ძალიან აქტუალური გახდა დღევანდელ დღეს და ეს მარტო საქართველოში არ არის საგალობლები ამას წინებზე მგონი აი ქალბატონი მოცეკვავეროა ხო ბოდიშები მოიხადა ეხლა რომ თითქოს და შეაგინა ქართული მეებს ხო საგალობლებს დარჩია ხო მე მგონი თეა დარჩია და იხდიდა ბოდიშს რომ არა მე ეს არ მიგულისხმე და ეს და ნუ მოკლედ მუსიკას იცით საქართველოშიც საგალობლებს რამხელა მნიშვნელობა ენიჭება და ეს არის ასევე კათოლიკურ ეკლესიაში მე ამას წინებზეც ვილაპარაკე ავე მარიაზე და იცით ხო რამდენი საგალობლებია და ასევე პროტესტანტულ ეკლესიაშიც თავიდანვე ჰიმნები იცით ხომ ძალიან დიდ როლს თამაშობდა მარტინ ლუთერიც თარგმნიდა აკეთებდა ჰიმნებს ასევე უესლი ძმების ცნობილი ჰიმნები არის და ძალიან ბევრი ეხლა სიმართლე გითხრათ ქრისტეშობას იმიტომ ელოდება რომ კონცერტებზე წავიდნენ ხოლმე პირდაპირ გაგებით გეუნები და პიროვნებამაც თქვა რომ მას ღმერთი არ აწამდა მაგრამ ამ მუსიკისთვის და რაღაც განწყობის შესაქმნელად შედიოდა ეკლესიაში და იცით ხო ეს რა დონეზე აიყვანეს ეს გალობები იქ ესე ვთქვათ სტიხაროსან ბავშვებს ალტარ ბოის რო ეძახიან ხომ იცით კათოლიკურ ეკლესიაში როგორი ხმა ქონდათ ესეთი ძალიან ანგელოზური ხმები და ამაზე იყო მთელი ყურადღება გადატანილი და მე ამ ბავშვებს ბოდიში და სოდომისტურ ცოდვაში უბიძგებდნენ ეს მაიმუნი ეს კათოლიკეები და ანალოგიურ საკეთებენ ქართველი მღვდლები იცით ხომ რატომ იმიტომ რომ სატანა არის და შენ როცა არასწორად ღმერთთან აგაკ ურთიერთობა ხო იმას მიყავხარ ზუსტად ამ ცოდვაში ესე რომ იმდენი უმსგავსებები მოდის და პროტესტანტებში ახლა გითხარით ავსტრალიაში იყო ჰილსონგი რომელიც მოედო მთელ მსოფლიოს ეკლესიები დაარსება მთლიანად მუსიკაზე იყო აგებული მთელი აი და შეტანილი აქვს სახარების სიტყვები ლექსები შეიძლება რაღაცეები მაგრამ ადამიანები ვეღარ ისმენენ გესმით ბიბლიურ ჭეშმარიტებებს აი ესე ლიტერატურა რო გააჟღერებ ხმას აუდიო აკუსტიკურად რომ ამან იმოქმედოს და ამიტომ ჭირდებათ მოსაზიდად და ფულებს აკეთებენ უამრავს მულტიმილიონრები არიან ზოგს მგონი ბილიარდიც აქვს უკვე მილიარდი ისეთი პასტორებიც არიან პროტესტანტულ იმაში ასე რომ ესე დამახინჯებებს აქვს ადგილი და ნახეთ 80-იან წლებში უკვე დაიწყო ეს ტენდენციები რომ როკ მუსიკოსები ჩაერთვნენ და კით რიჩარდზე აქ ლაპარაკი იცით კით რიჩარდი ვინ არის როლინგ სტოუნის ცნობილი გიტარისტი თითქოს და ეს ხალხი ყველანი რომ ადიდებდნენ და ცნობილი იყო მაგდროს გამოთქმები, აი მე ახლიდან დავიბადე, ახლად დაბადებული ქრისტიანები და ყველა ჰოლივუდის სახეობები ისინი ატაცებული და კანია უესტმაც იმას აკნა, ხო იცით ეს და გითხარით სტივ ლოუსონი, რომელიც ამას წინებზე ძალიან სამარცხვინო მდგომარეში ჩავარდა, მე მახსოვს მან მოყვა რომ მისი შვილი ერთ-ერთ პასტორთან მიდიოდა, რომელიც კანია უესტთან მეგობრობდა და აი კონცერტი ჩაატარეს და იყო ერთი ამბავში და მე რა დაემართა საწყალს, ხო ასე ასე რომ ეს ყველაფერი არის ძალიან საშიში, ძალიან საფრთხილო და მუსიკას აქვს თავისი დანიშნულება და მე სიმართლე გითხრათ ეკლესიებში რაც არ მომწონს პროტესტანტულ ეკლესიებში წამდაუწუმ ერთი 6-ჯერ შეიძლება აგაყენონ და გამღერონ ესა და იმღერონ ხო როცა მე მინდა სიტყვის მოსმენა და ის უფრო მოქმედებს შემზე და 1-2 რაღაცა შეიძლება კიდე ეს ძველი საგალობლები რომლებიც წმენით იყო დაწერილი და რომლებსაც ღერიან ეგეც შეიძლება მაგრამ აუცილებლად რატომღაც გონიათ რომ აი განდიდება ღმერთის და ხელებს იშვრენენ და რაღაცა აი ძალიან საქართველოში სასაცილოა კიდე პროტესტანტულ ეკლესიებშიც რომ გიტარები დაიჭირეს და ეს უკვე კონცერტებს დაგამისგავსა რა მოკლედ იქ ესა და მე მგონია რომ უკვე ძალიან დამახინჯებული ფორმა მიიღო ამან მოდით მოусვინოთ ახლა რასასვავს კეით მეიფილდი ეს ქალბატონი ამასთან დაკავშირებით თავის გამოცდილებას გვიზიარებს როგორც გითხარით ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები რომელიც ჩაწერილი 1982 წლის 14 ივლისს გამარჯობა ჯონ მე მქვია კეით მეიფილდი და უნდა ვიკითხო კითხვა უშუალოდ ბიბლიას უნდა ეხებოდეს თუ შეიძლება ეს იყოს ეკლესიასთან დაკავშირებული რა თქმა უნდა შეგიძლიათ იკითხოთ ნებისმიერი რამ რაც გინდათ კარგით
ეს ძალიან მაფიქრებს და ეს მე ბევრ ადამიანსაც ვკითხე, მაგრამ არასოდეს არ მივიღია პასუხი, რომელიც მე ნამდვილად მინდა რომ მოვისმინო. რამდენიმე კვირის წინ ჩემმა მეგობარმა მთხოვა მისი დაკვრის მოსმენა. მუსიკალური რაღაცა უნდა შეესრულებინა რაღაცა ნომერი. და ის უკრავდა Long Beach-ზე და იმ ღამეს მან მუსიკა შეასრულა და იმღერა თითქმის 500 ადამიანის წინაშე, რომელი 500 ადამიანიც გადარჩა და მიიღო იესო ქრისტე. და როგორც მე მესმის, ჩვენი ეკლესია ნებას არ აძლევს ასეთ მუსიკას, რომ დაკრული იქნას ჩვენთან, როგორიც არის როკი. ამაზე თქვენ მე მგონი ადრეც ილაპარაკეთ, ხო? მაგრამ ეს გზავნილი ფაქტია, ჩვენი სახარების გზავნილი ამ ადამიანებმა მიიღეს. და ჯონი ეკითხება, ვინ არის ეს ადამიანი? Kit Green. Kit Green? დიახ, Kit Green. გარდა ამისა, კეითი აგრძელებს, გარდა ამისა, თქვენ იცით ახლა რომ Cliff Richards-ი უკრავდა ბერძნულ თეატრში. ეს ცნობილი ადგილია კალიფორნიაში და მე არასოდეს არ მსმენია უფრო დიდი ღვთისქება, რაც ახლა მოვისმინე. რაც მაშინ მოვისმინე და ეს დაუჯერებელი იყო. ასევე დონა სამერსი, დედამიწა ქარი და ცეცხლი, ჯგუფის სახელად კანზასი, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე როკ-ენ-როლის ჯგუფი და ახლა მათ გამოუშვეს ახალი Vinyl Confession-ი, ვანილის მონანიება, მათი ალბომი. და არის ყველა ეს ადამიანი ჩართული ამ დიდ საქმეში, რომელსაც ქვია მუსიკით ქრისტეს განდიდება. და მე უბრალოდ გძნობ, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე ლამაზი მუსიკალური მსახურება, რაც შეიძლება გქონდეს ამ ხალხისათვის. მაგრამ მე გულწრფელად გძნობ შინაგანად, რომ იმდენი ადამიანია, რომლებსაც ჩვენ ვერ ვახცევთ, რომლებიც ამ როკ მუსიკასაც მოусმენდა. და ჩვენ უფრო მეც ადამიანს მოვიხმობდით და უფრო ადამიანს მოვიყვანდით, თუ ჩვენ ამას როკ სტილსაც დაუშვებდით ჩვენს მუსიკალურ მსახურებაში. რომლებმაც შეაძლია მიაღწიონ იმ ადამიანების გულებამდე, რომლებსაც ისე ვერ ვახცევთ. ნახეთ, მე მჯერა რომ მუსიკას ბევრი რამე შეუძლია და ჯონ მაკარტური პასუხობს. ნება მომეცით შემოგთავაზოთ ერთი რამე და უბრალოდ თქვენ ვრცელ კითხვას ვავს და ამიტომ მე შემოგთავაზებთ ასეთ რამეს. მე ჩავწერე აუდიო ფირი, ქადაგებების ფირი ეფესელთა მეხუთე თავზე და იქ ლაპარაკობ მუსიკაზე და ღვთის სიტყვაზე. და თუ ფიქრობ, თუ თქვენ შეძლებთ ამ ფირის აღებას, ის ძალიან დაგეხმარებათ ამ პრობლემასთან გამკლავებაში. რომელი ჯონ ეფესელთა მეხუთე? დიახ, ეფესელთა მეხუთე თავზე. იქ სადაც წერია, რომ უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს ფსალმუნებით, საგალობლებით, სულიერი სიმღერებით, ვუმღეროთ და რომელ მელოდიასაც თქვენ გააჟღერებთ უფლისათვის გულში. და როგორ მუსიკას აფასებს და როგორი მუსიკა მოწონს ღმერთს. გასაგებია კიტი? ნომერ პირველი მე მინდა იცოდეთ. მუსიკის საშუალებით, ადრეც აღნიშნეს, არავინ არ გადარჩება. ადამიანები მხოლოდ გადარჩებიან სულიწმიდის ძალით. დიახ, გეთახმებით ჯონ. ასე რომ, მხოლოდ სულიწმიდის მეშვეობით და მხოლოდ როცა მამა ღმერთის ნება და სურვილის მეშვეობით ხდება ეს და ვისაც ის მოუწოდებს. დიახ, უბრალოდ ეს იყო მიმართულება ჯონ, მე ესე ვიფიქრე. და ჯონ მაკარტური უგრძელებს კითხვის. ასე რომ ჩვენ არ ვაპირებთ ადამიანის გადარჩენას რაიმე ისეთი საშუალებით და შუამავლებით, რომლებსაც უფალი არ იწონებს. ამიტომ ჩვენ გვინდა დავწუნდეთ, რომ ნებისმიერი ეს მეთოდი და საშუალება, რომელსაც ჩვენ გვიყენებთ, შეესაბამება სიწმინდის, ღვთისმოსაობისა და სიმართლის განსაზღვრების პარამეტრებს, რომლებსაც ბიბლია აყალიბებს ევანგელიზმისთვის, ცხოვრების წესისთვის და სხვა ყველაფრისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ და მე ამას გარკვეულწილად ვაშუქებ ზუსტად ამ აუდიო ფირზე. სხვა საქმეა, როცა საქმე გაქვს ადამიანთან, რომელიც ავრცელებს სახარებას და გაქვს ასეთი დიდი პასუხი, მხოლოდ ღმერთმა იცის, რამდენი ადამიანი გადარჩება. ეს სხვა საკითხია. მაგრამ თუ არის ერთი რამ, რაც ჩვენ ვიცით, როცა 500 ადამიანი უსმენს მუსიკას, რაღაცა როკ კონცერტს, რაც არ უნდა იყოს იქ გაჟღერებული და ჩვენ ვასკვნით, რომ 500 ადამიანი გადარჩა, ეს ცოტა უკვე სასაცილოა.
იმის გამო რომ იესომ თქვა რომ იქნება არაღრმა ნიადაგი, იქნება სარეველებით სავსე ნიადაგი და იქნება ასევე კლდის ნიადაგი. გახსოვთ ხო? გარდა ამისა, მე მაინტერესებს არის თუ არა მიტანილი სახარება, თვითონ სახარებას მუსიკას რო თავი დავანებოთ. ისე ნათლად, როგორც ეს უნდა იყოს წარმოდგენილი, რათა მსმენელმა ის არ უარყოს. ხვდებით ხომ რასაც ვამბობ? დიახ, ჯონ, მე მესმის, მაგრამ მიჭირს ამის გაგება და მიღება. კარგით, ასე რომ საქმე ისაა, რომ მე ვგრძნობ, თუ ჩვენ ვაპირებთ ევანგელიზაციას, ჩვენ უნდა ვახაროთ ხალხს ევანგელიზმი ბიბლიური განმარტებებით პარამეტრებში, სახარების კაფიო წარმოდგენით. ჩვენ უნდა გავაკეთეთ ეს ისეთი მეთოდით, რომელიც განადიდებს იესო ქრისტეს, პატივსცემს მის პიროვნებას და საერთოდ არ დააბნევს ხალხს. და ფიქრობ თუ მოусმენთ მე რას ვამბობ ამ აუდიო ფირზე, მიხვდებით, რატომაც ჩვენ გრეისის ამ მადლის სათემოს ეკლესიაში ჩვენ ამ ხალხურ ენებს, ანუ ნებისმიერ მეთოდებს ევანგელიზაციის არ ვიყენებთ. იმიტომ რომ ისინი არ შეესაბამებიან ბიბლიურ სტანდარტებს. ჩვენ არ გვინდა ხალხურ ენაზე, ანუ რაც არის პოპულარული დღეს და ამას სხვა ეკლესიებიც მისდევენ, ჩვენც იგივე გავაკეთოთ. იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, როდესაც ჩვენ ვაიგივებთ ვინმესთან ან რაიმესთან ჩვენ ქრისტიანულ გზავნილს. ეს ძალიან მარტივია. მე მაგალითად მახსოვს ერთხელ ვესაუბრე დაწყებით სკოლაში 500 ბავშვს, პირველი კლასიდან მესამე კლასამდე. და ჩემი საუბრის ბოლოს ვიკითხე, რამდენ მათგანს სურდა გულში იესო ქრისტეს მიღება. 500-ვე ხელი ზემოთ ავარდა. და მე მეგონა კიდევ ერთხი ახალი დიდი ამერიკული გამოღვიძება დაიწყო მეთქი. არდა სინამდვილეში მე რაც ქონდა, ძირითადად იყო ის, რომ სახარება მე ისე ლამაზად, ისე უნებლად წარმოვაჩინე, რომ ყველა ბავშვს ეგონა, რომ ეს იყო ყველაზე დიდი რამ, რაც კი მოусმენია და მოხდარა მათთვის. ეს არ იყო ის, რომ ყველა მათგანს ნამდვილად სურდათ გადარჩენა იმ მომენტში. ეს იყო ის, რომ ჩემი პრეზენტაცია არაადეკვატური იყო. ამიტომ მათ ეგონათ, რომ ამის გაკეთება საკმაოდ მარტივი იყო და არანაირი ფასი არ იყო გადასახდელი. და ისინი სიხარულით მიიღეს მათ სიხარულით ეს ჩემი გზავნილი. და მე ფიქრობ, რომ ძალიან ხშირად, როცა იესო ქრისტეს წარმოვადგენთ ხოლმე, ხომ? ის საერთოდ შეიძლება იქ არ იყოს. ესე იგი, ნამდვილი სახარება შეიძლება არ იყოს იქ ნაქადაგები, როცა ჩვენ მას ვთავაზობთ ვინმეს. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ შევთავაზოთ ის მშვენიერი, ლამაზი, შეფუთული და არა ის, რაც ნამდვილად ის არის. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს და არ მინდა რომ ყველაფერზე და ყოველთვის ვიფიქრო ამაზე, მაგრამ შის შემთხვევაში საერთოდ სახარებაც შეიძლება არ იყოს და ნამდვილი მისი გული არ იყოს იქ. და ამ სიმღერებში თქვენ რაც მოისმინეთ, მიაქცეთ ყურად რომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი რამე ჩაწეროთ შიგნით და საერთოდ არ შეცვლიათ ტექსტს. ამ სიმღერებში რა სადაც ზოგადად სიყვარულზეა, რაღაცა მიტევებაზე, მშვიდობაზე, იქ შეიძლება თქვენ ჩაწეროთ ბუდა, კონფუცი, მუჰამედი და ყველა დანარჩენი. და საერთოდ არ იმოქმედოს ტექსტზე. გიფიქრიეთ ამაზე? ასე რომ, ბევრი რამ არის ჩართული და ფიქრობ თუ თქვენ ამ აუდიო ფილს მოусმენთ კიდე, მაშინ ეს უფრო დაგეხმარებათ. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ. მაგრამ მე ნამდვილად ვაფასებ ფაქს, რომ თქვენ დასვით ეს კითხვა. და თქვენ ფიქრობ ჯონომ ისინი ყველა ცდებიან? თუ მართლა ცდებიან და არანაირად ეს ფორმა და ესეთი მეთოდი ადამიანს არ გადაარჩენს? დიახ, გითი, მე დარწმუნებული ვარ ამაში. გასაგებია? მადლობა. და ჯონი უგრძელეს. მე ფიქრობ, მათ შეიძლება კონდეთ, ვინც ამას აკეთებს, ძალიან კარგი გულის мотиваცია. და ამას კარგი мотивაციით აკეთებდნენ. მე უბრალოდ ფიქრობ, რომ მათ უნდა კონდეთ გარკვეული კორექტირება თავიანთ მეთოდში. მათ პრეზენტაციაში სიღრმე აკლია ამ პრეზენტაციას, ამ მეთოდს, ამ შუამავალს, რასაც ისინი იყენებენ. და უნდა ვთქვა ასევე, რომ ზოგიერთი იმ ადამიანის, ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, მათი ცხოვრება, პირადი ცხოვრება უბრალოდ არ ემთხვევა იმას, რასაც ისინი ქადაგებენ. და ეს ხო აზიანებს და აზარალებს იმ გზავნილს, რასაც სახარება ეწოდება. და შენ ბოლო-ბოლო იესო ქრისტეს
წარმოაჩენ და მიგაკ ხალხთან და შენ კიდე შენი ცხოვრებით არ შეესაბამები ამას. ახლა მე ადრეც აღვნიშნე და ახლაც გამიმეორებ, რომ ღმერთმა ბალაამის ვირიც კი გამოიყენა. თუ მას სწორი გზავნილი აქვს პირში, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვცეთ პატივი ამ ინსტრუმენტს და მე ადრე აღნიშნე კიდევაც, რომ დავიწყოთ ვირების გაწვრთნა. მე მჯერა სახარება მაინც გაივლის მივამსმენელის გულებამდე, რაც არ უნდა არასწორი შუამავალი იყოს გამოყენებული. სახარებას აქვს ეს უნარი და თუ სახარებისეული სიტყვებია გაჟღერებული ხომ, რომ გამჭოლი იყოს და მიაღწიოს ადამიანების გულებამდე. მადლობთ.